რუსეთს უწევს თავისი რესურსების ყველანაირი ტიპის რესურსის დიდი ნაწილი დახარჯოს ამ ომში შესაბამისად ის ვეღარ აქცევს ბრჭყალებში სათანდო ყურადღებას ისეთ რეგიონებს როგორც არის სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია. ეს იგრძნეს ერთი მხრივ სომხეთმა და აზერბაიჯანმა და მეორე მხრივ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სადაც ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პრეზიდენტ ტრამპის პიროვნულ ამბიციას, რომ მას შეუძლია მსოფლიოში მიმდინარე ომების დასრულება და ის არის ასე ვთქვათ მშვიდობის მყოფელი ესეთი იმიჯის მორგება სურს პრეზიდენტ ტრამპს და ასე ბევრი ინტერესი ერთმანეთს დაემთხვა თვითონ სომხეთის მხრიდან მოხდა გააზრება იმისა რომ როგორც ჩანს ახლა ეს ჩემი ვარაუდია რომ ისინი ვეღარ დაიბრუნებენ ყარაბაღს, ამიტომ ამ ფაქტს უნდა შეეგუონ და ჯობია რომ აი რეალობიდან გამომდინარე მიიღონ მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელი, რაც შეიძლება მოხვეს სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას რეგიონში. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ან გარკვეული შუალედური შეთანხმება მაინც, რომელიც მისცემს საშუალებას, რომ ახალი გზები, ახალი მარშრუტები განვითარდეს. რეპუტაციულად პუტინის რუსეთისთვის ეს რა თქმა უნდა დიდი დარტყმა იყო, თუმცა ალბათ რუსეთი არ ყრის ფარხმას და ის ცდილობს, რომ სიტუაცია ისევ არიოს.